რა მოხდება ამ გუნდების თუ რა შედეგი დასრულდება ძალიან მარტივად დასათვლელია. აქ ხელი თამაში აპელირებენ, თუმცა დარტყმა და ბურთი გადადის კუთხურზე ტურების შემდეგ დააღწევს. არა მხოლოდ ბოლო ადგილს დააღწია რამდენიმე ტურის წინ, არამედ საერთოდ პლეი-აუტის ზონასაც და მიუახლოვდება წინ დგომ გუნდებს და ამ გუნდებთან გარკვეული უპირატესობა იქნება, მაგრამ ჯერ ადრეა საუბარი, რადგანაც მთელი წრი არის. წინ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეოროთ, რომ იბერია გაგრას სხვა თამაში არის, სხვა დროს უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, რაც შეეხება ჩვენ შეხვედრაში ჯერ მხოლოდ საწყისი წუთებია და განსაკუთრებული არაფერი არ მოხდა. უბრალოდ გითხარით რა შეიძლება მოხდეს 19 წლის ფეხბურთელისთვის, ვფიქრობ, ცუდი ნამდვილად არ არის, აქ ჩაწოდება, მეკარე თამაშობს, გადმოვარდნილ ბურთზე მცველები, კიდევ ერთი დარტყმა, ისე მცველები ეღობებიან. ეს დარტყმა კი უკვე ცუდი გამოდგა, კარგი ამ ეპიზოდში. აი ხედავთ, რამდენი მცდელობა იყო და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ არც ერთი გზა უნდა აერჩიონ ფეხბურთელებმა და ადამიანებმა და არა იმ ქვეყნის კლუბში თამაში. აქ შორეული დარტყმა და მეკარე თამაშობს ძალიან კარგად. რა კარგი დარტყმა იყო. მეორებით ნახავთ კიდევ ერთხელ. საკმაოდ შორია, მშვენიერი გასროლა და ყალიჩავას კარგი ნახტომი და მოგერიებული ბურთი. სივრცეა საკმაოდ დიდი და ეს უნდა გამოიყენონ, ცოტა სწრაფად უნდა წასულიყო. თვითონ ველისოლის ფანსულაია მარჯვნივ, მისი მისამართით კეთდება პასი, ფანსულაია დაარტყა და მეკარე თამაშობს კარგად. კიდევ ერთი მცდელობა თუ იქნება ველისოლი, ფანსულაია, ველისოლი კარგად გაითამაშეს, მაგრამ აქ უკვე მცველები თამაშობენ კარგად და ყველაფერი მოსალოდნელია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ისეთი მატჩია, რომ არაფრის თქმა ბოლო წუთებამდე არ შეიძლება. კარგი მცდელობა იყო ეს დარტყმა, მაგრამ ძლიერი არ გამოვიდა. ნოემბერში ელით ოფიციალური ტურნირი, საკვალიფიკაციო ეტაპი. აქ სახიფათო ეპიზოდი, დარტყმა და გაიხსნა ანგარიში. შეხვედრის მე-60 წუთზე პაბულორიანი ცენტრალური მცველი, გატანილი გოლის ავტორი. საკვირი ალბათ ის ცენტრალური მცველი. აი ამ მომენტში ითხოვდნენ ბურთი გადავიდა თუ არა და რამდენიმე ფეხბურთელი იქ აპელირებდა ამ საჯზე. აქედან გამოჩნდება, არ ვიცი, მე ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგანაც აქედან ეხა ეს ის რაკურსი არ არის, როდესაც დავინახავთ. ნახოთ აბა აქ როგორ იქნება. მაინც თითქოს ხაზს ეხება. ხაზს მცირედითაც თუ ეხება, ბურთი თამაშია, წესის თანახმად და ამ შემთხვევაში ალბათ ასია, მაგრამ დაველოდებ საჯების ვერდიქტს. ეს ზუსტი გადაცემები აი დამატებულ დროში და მატჩის ბოლოს აქ კარგი დარტყმა და შევჩენკო თამაშობს ზუსტად. დრო არ გაიყვანოს, აქ ფანსულაიამ დაარტყა, შევჩენკო ადგილზე იყო. 1-0. წესი რაც არის 8 წამიანი წესი და ამასობაში დასრულდა შეხვედრა, დასრულდა სამგურალის გამარჯვებით.